მოგესალმებით, წარმოგიდგენთ მეორე ლექციას გლობალური ბიზნესის კურსში, რომელიც ეხება საერთაშორისო ბიზნესის სამართლებრივ, ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ ასპექტებს. ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური ბიზნესის ოპერირებისას, გამომდინარე იქედან, რომ თითოეული მათგანი საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენს კომპანიის ფუნქციონირებაზე და პრაქტიკულად სხვადასხვა სამართლებრივ, პოლიტიკურ თუ ტექნოლოგიურ გარემოში აბსოლუტურად განსხვავებულად ხდება ერთი და იგივე კომპანიის ოპერირება, რომელსაც შეიძლება გააჩნდეს საკუთარი სტანდარტები და საკუთარი მოქმედების კორპორატიული კულტურა. ჩვენ დავიწყოთ პირველ რიგში სამართლებრივი გარემოთი და მივყვეთ სხვა საკითხებსაც, რომელიც დაკავშირებულია გლობალური ბიზნესის საკითხებთან. პირველ რიგში სამართლებრივი გარემო შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად. კომპანიები, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ისინი რეგულირდებიან მხოლოდ ადგილობრივი ქვეყნის კანონმდებლობით და იმ რეგულაციის ნორმებით, რომელიც ქვეყნის შიგნით არსებობს. ამიტომ ბუნებრივია მათ უწევს ერთ გარემოში მოქმედება და შესაბამისად ამ შემთხვევაში სირთულეები ბევრად უფრო ნაკლებია, მაგრამ მაშინ, როდესაც კომპანია რამდენიმე ქვეყნის გეოგრაფიას მოიცავს, ბუნებრივია, მას ჭირდება იურიდიული დეპარტამენტი, რომელიც თითეული ქვეყნის სამართლებრივ გარემოს შეისწავლის და ყველა იმ რეგულირების საკითხს, რომელიც მის ოპერირებასთან არის დაკავშირებული. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელი ხდება კომპანიების მოქმედება და საკმაოდ დიდ დანახარჯებს უკავშირდება ნაკლებად ცნობა სამართლებრივი გარემოსი და ასეთი ტიპის ოპერირება. თვითონ სამართლებრივ გარემოზე გავლენას ახდენს განსხვავებები ქვეყნებს შორის, რომელიც განპირობებულია ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური და რელიგიური ფაქტორებით, ბუნებრივია არსებობს საკმაოდ დიდი სხვაობები და ჯერჯერობით გავლენა ამ ფაქტორებისა არის საკმაოდ დიდი. ამიტომაც არის, რომ დღეს გლობალური ბიზნესი გვევლინება გლობალიზაციის აქტიურ მხარდაჭერად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი სამართლებრივი გარემო, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში, სადაც ისინი ფუნქციონირებენ, რომ მათი დანახარჯები ამ კუთხით იყოს ბევრად უფრო ნაკლები. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ იგივე შრომითი ურთიერთობების კანონმდებლობა, როდესაც ერთ ქვეყანას აქვს სხვადასხვა ფილიალები ძალიან ბევრ ქვეყანაში, მას უხდება აბსოლუტურად განსხვავებულ სამართლებრივ გარემოში ურთიერთობა სამუშაო ძალასთან. თუ ერთ ქვეყანაში, პირობითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ან იგივე სინგაპურში ძალიან მარტივია შრომითი კანონმდებლობები და შრომითი ურთიერთობა ნებისმიერ დასაქმებულთან და ეს კომპანიისთვის ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, იგივე გერმანიაში, ბელგიაში და ბევრ ევროპულ ქვეყანაში ის მოითხოვს საკმაოდ რთულ პროცესს და მაგალითად თუ ამერიკაში და სინგაპურში სამსახურიდან დათხოვნა ადამიანის პრაქტიკულად არანაირ ხაჭთან არ არის დაკავშირებული, იგივე გერმანიაში, ბელგიაში და ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, ამიტომ ბუნებრივია კომპანიებს უხდებათ ადაპტირება მსგავსი ტიპის გარემოებებთან. რაც შეეხება განსხვავებებს სამართლებრივ სისტემაში, ეს რამდენიმე ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ. განსხვავებებს სამართლებრივ სისტემებში, როგორც ზემოთ აღნიშნებს, განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც იგივე ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური თუ რელიგიური, მაგრამ თვითონ სამართლებრივი სისტემებიც რამდენიმე მიმართულებით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ. პირველი ეს არის საერთო სამართალი, ეს არის ზოგადი რეგულირების ნორმები და აღიარებული პრინციპები, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანაში არის ერთი და იგივე ნებისმიერი საერთაშორისო კომპანიისთვის და ბუნებრივია ეს სამართლებრივი რეგულირების ნორმები კომპანიებისთვის
განურჩევლად მათი წარმომავლობისა, განურჩევლად თუ რომელ ქვეყანაში მოქმედებენ და ოპერირებენ, ერთ სივრცეს ქმნის და რაც ერთ სივრცეს ქმნის, ეს არის ძირითადად ზოგადი საკითხები, ამიტომ მათი მოცულობა, ესე რომ ვთქვათ, საკმაოდ დიდი არ არის, თუმცა არსებობს რაღაც ქვეყნებს შორის შეთანხმების საფუძვლები, რომელიც განაპირობებს ამ ერთიანი სამართლებრივი სისტემის არსებობას. მეორე არის სამართლებრივი სისტემა, რომელიც გულისხმობს იგივე ქვეყნებს შორის სამართლებრივი დავის წარმოშობას და მათ გადაჭრას. ნებისმიერი კომპანია, როდესაც ოპერირებს არის წარმოშობით სხვა ქვეყნიდან და ოპერირებს სხვა ქვეყანაში, ბუნებრივია, შეიძლება დადგეს საკითხი, როდესაც დავების წარმოებაა საჭირო, ამიტომ ყოველთვის ხდება განსაზღვრა თუ რომელ ქვეყანაში უნდა იქნას გადაჭრილი ეს დავა, ეს იქნება იმ ქვეყანაში, სადაც კომპანია ოპერირებს, თუ იმ ქვეყანაში, საიდანაც კომპანია არის წარმოშობით. გარდა ამისა არსებობს კიდევ საკითხები, რომელიც დაკავშირებულია იგივე ფინანსურ ხარჯებთან, თუ ვინ იღებს ფინანსურ ხარჯებს, ეს არის ორივე მოდავე მხარე თანაბარ პირობებში, თუ ის კომპანია, რომელიც წააგებს პროცესს, მას ეკისრება მთლიანად სასამართლო დავების განხილვა. როგორც წესი, თანამედროვე პირობებში ბევრად უფრო დაბალანსებული რო იყოს მსგავსი ტიპის სამართლებრივი ურთიერთობების სისტემა, კონტრაქტებში იწერება ხოლმე მესამე ქვეყანა, ეს არის ნეიტრალური ქვეყანა, სადაც ბევრად უფრო ორივე მხარისთვის მისაღებია იმ ქვეყანაში სამართლებრივი დავის განხილვა. ასევე არსებობს სამოქალაქო სამართალი. სამოქალაქო სამართალი ეს არის საკმაოდ ბევრი კანონების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ბიზნესის რეგულირების ძალიან ბევრ კანონს, მათ შორის შეიძლება იყოს საბანკო ურთიერთობების რეგულირება, შეიძლება იყოს ფასიანი გახალდების შესახებ კანონები, ასევე ლიცენზიების და სავაჭრო ბარიერების შესახებ სხვადასხვა ტიპის კანონები, ანუ ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ერთი ქვეყნის შიგნით განსაზღვრავს კონკრეტული კომპანიის სამართლებრივ რეგულაციას. იგივე შეიძლება იყოს საგადასახადო კოდექსი და ასე შემდეგ. ამიტომ ნებისმიერი საერთაშორისო კომპანია, როდესაც აპირებს კონკრეტული ქვეყნის გეოგრაფიულ სივრცეში შესვლას, ბუნებრივია პირველ რიგში ეცნობა სამოქალაქო სამართლის იმ ძირითად კანონებს, რომელიც მას პირდაპირ ეხება. რელიგიური კანონები, ეს ძირითადად შემორჩენილია უფრო აზიურ ქვეყნებში, როდესაც იგივე რელიგიური ნორმები გავლენას ახდენენ კომპანიის ურთიერთობაზე და ნებისმიერი თუნდაც საერთაშორისო კომპანია იძულებულია გაითვალისწინოს ის რეგულაციები, რომელსაც კონკრეტული ქვეყნის რელიგია ითვალისწინებს. იგივე აზიურ ქვეყნებში ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც ადგილობრივ სამართლებრივ ნორმებში, ჩარჩოებშია მოქცეული, თუნდაც ქალებთან დაკავშირებული საკითხები, და ასევე ეს აქტიურად გამოიყენება შრომით ურთიერთობებში. ამიტომ რელიგიური ფაქტორი ბევრ ქვეყანაში არა, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენს ბიზნესის ოპერირებაზე. ასევე უნდა გამოვყოთ ბიუროკრატიული სამართლებრივი სისტემა, ეს არის ძირითადად ისეთი ქვეყნები, სადაც არის მეტნაკლებად დიქტატორული რეჟიმები და ნებისმიერ კომპანიას იმისათვის რომ შევიდეს კონკრეტული ამ ქვეყნის სამართლებრივ სივრცეში, მას სჭირდება გარკვეული რეგულაციების გათვალისწინება, გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა და შეთანხმება ბიუროკრატიის დამწესებელ უწყებებთან, იმისათვის რომ მისთვის ღია იყოს ეს ამ ქვეყანაში ოპერირება. ამის ძალიან კარგი მაგალითია იგივე საბჭოთა კავშირი, როდესაც ეს იყო პრაქტიკულად რეგულირებაზე აგებული მთლიანი ეკონომიკა, სადაც დახურული იყო ძალიან ბევრი კომპანიისთვის ბაზარი და მხოლოდ რაღაც შეთანხმების საფუძველზე, პოლიტიკური ნების საფუძველზე ხდებოდა კონკრეტული კომპანიებისთვის მწვანე შუქის ანთება. კულტურის გავლენა საკმაოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბიზნესის ოპერაციების წარმოებისას. ბუნებრივია, დღეს მსოფლიოს ბაზარი არ არის გლობალური ბაზარი, სადაც რაღაც ბევრი ერთიანი ნორმები მოქმედებს ძალიან ბევრ სფეროში, კულტურული სხვაობები და იგივე ტრადიციული განსხვავებები და ღირებულებები საკმაოდ დიდია ქვეყნებს შორის, ამიტომ ნებისმიერ კომპანიას უხდება გაითვალისწინოს იმ ქვეყნის კულტურა და იმ ქვეყნის ღირებულება
საშუალებები, სადაც ის ახდენს ოპერირებას. ამის ძალიან კარგი მაგალითია თუნდაც McDonald's-ის ოპერირება ინდოეთში, სადაც მაგალითად Big Mac-ი, ტრადიციული Big Mac-ი, რომელიც იყიდება McDonald's-ის ქსელში და მზადდება ჩვეულებრივი საქონლის ხორცისგან, ინდოეთში რადგანაც არ არსებობს საქონლის ხორცის მომხმარების კულტურა, ბუნებრივია იქ Big Mac-ის დამზადება ხდება ქათმის ხორცის საშუალებით და ეს ერთი კარგი მაგალითია თუ როგორ არის მაგალითად კულტურული გავლენა გათვალისწინებული საერთაშორისო კომპანიების ოპერირებისას. ნუ ასევე საკმაოდ ბევრი საკითხი, ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ამასთან დაკავშირებული. კანონები, რომელიც არეგულირებს შიდა ბაზარს, ყველა ასევე პრობლემა არის დღეს გლობალური ბაზრისთვის ის რომ ყველა ქვეყანას აქვს განსხვავებული შიდა რეგულაციების და განსხვავებული სისტემა დაწყებული საგადასახადო კოდექსიდან დამთავრებული სალიცენზიო თუ სხვადასხვა ნებართვების ტიპის მოსაკრებლებით თვით ევროკავშირის ბაზარიც კი რომელიც არის ერთიანი ბაზარი და პრაქტიკულად ერთიანი ეკონომიკური სივრცე ქვეყნების მიხედვით განსხვავდება გადასახადების ნაწილში, განსხვავდება სხვადასხვა ბიზნესის რეგულირების კანონმდებლობით, შრომის კანონმდებლობის რეგულირებით, რაც ბუნებრივია საერთაშორისო კომპანიებისთვის ქმნის იმის აუცილებლობას, რომ მათ გაითვალისწინონ იმ ქვეყნის შიდა რეგულაციები, რომელიც არეგულირებს ქვეყნის შიდა ბაზარს. მე განმეორდები კიდევ ერთხელ საერთაშორისო და გლობალური კომპანიების ამოცანაა მაქსიმალურად უნიფიცირებული გახადონ ის სივრცე და ის ბაზარი, სადაც ისინი ოპერირებენ და ეს ქმნის მათთვის ბევრად უფრო ნაკლებ დანახარჯიანი ოპერირების საშუალებას და მიზანი არის სწორედ გლობალიზაციის მხარდაჭერის მიზანიც ერთ-ერთი სწორედ არის ეს. შემდეგი არის კანონები, რომელიც არეგულირებს საერთაშორისო ოპერაციებს, საერთაშორისო ოპერაციების რეგულირება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა საშუალებებით. პირველი შეგვიძლია მათ შორის გამოვყოთ სანქციები, რომელიც მიმართულია კონკრეტული კომპანიების წინააღმდეგ, შეიძლება იყოს ემბარგო, რომელიც ზღუდავს ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში პროდუქციის შეტანის საშუალებას და ეს მაგალითი საქართველოს ნაწილში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როდესაც იგივე პოლიტიკური ფაქტორების გავლენით აიკრძალა რუსეთის მიერ ქართული პროდუქციის შეტანა ამ ბაზარზე და არა მარტო საქართველოს მიმართ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მსგავსი ტიპის სანქციებს, ემბარგომდე ჯერ საქმე არ მისულა, რუსეთი ახორციელებს სხვადასხვა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას პოლიტიკური მანიპულირება სჭირდება. შემდეგი საკითხი ეს არის კანონები, რომელიც არეგულირებს საერთაშორისო კომპანიების მოქმედებას. საერთაშორისო კომპანიების მოქმედება შეიძლება გულისხმობდეს კანონმდებლობას, რომელიც მიმართულია მაგალითად აკრძალულია კონკრეტული უცხოური ქვეყნების ინვესტიციები კონკრეტულ ქვეყანაში, აკრძალულია ადგილობრივი ქონების პრივატიზაცია უცხოურ კომპანიებზე, ან ხდება ქონების ნაციონალიზაცია, სხვადასხვა ბიზნესების ნაციონალიზაცია. რა თქმა უნდა, ესეთი პრეცედენტები მსოფლიოში არსებობს, მართალია ბევრ ქვეყანაში არა და ეს აღიარებულია, რომ არის სახელმწიფოს მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედება და ნებისმიერ შემთხვევაში ესეთი ქვეყანა ითვლება არასასურველ და არასანდო პარტნიორად ნებისმიერ ინვესტორისთვის. ნუ პრეცედენტები ესეთი არსებობს კოლუმბიაში, ვენესუელაში და მსგავსი ტიპის ქვეყნებში, სადაც შეზღუდულია საერთაშორისო კომპანიების მოქმედება და რაც არ არის მთლიანობაში სასურველი პროცესი და ასევე შეიძლება ამის საწინააღმდეგო ქმედება, აკრძალვების საწინააღმდეგო ქმედება იყოს პრივატიზაცია, როდესაც ქვეყანა აცხადებს მასობრივი პრივატიზაციის ან ღია პრივატიზაციის შესახებ და ამ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო ქონება შეუძლია შეისყიდოს ნებისმიერმა საერთაშორისო კომპანიამ და აქ გააგრძელოს თავისი
ოპერირება. და ბუნებრივია ეს ბევრად უფრო ღია და სასურველი პროცესია ნებისმიერი საერთაშორისო კომპანიებისთვის. იგივე საქართველოს მაგალითი შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც 2003 წლიდან საქართველოში დაიწყო მასობრივი პრივატიზაციის მეორე ეტაპი და ეს იყო ბევრად უფრო განსხვავებული ტიპის პრივატიზაცია, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად არანაირი შეზღუდვა უცხოური კომპანიების შემოსვლა საქართველოში არ ქონდა დაწესებული და მთლიანობაში კანონმდებლობა მორგებული იყო ნებისმიერი ინვესტორის ინტერესებზე და ამიტომაც იყო რომ 2003 წლიდან 2004 წლამდე 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს რამდენჯერმე დასახელდა როგორც ბიზნესის კეთებისთვის ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებული ქვეყანა და პლუს ამას როგორც ინვესტორებისთვის ყველაზე ხელისშემწყობი ბიზნეს გარემოს მქონე ქვეყანა.